დღეიდან ძალაში შედის მედიკამენტების გარკვეული ნაწილის რეცეპტით გაცემის რეგულაციაც. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების მიხედვით ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ეგრეთ წოდებული მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის წამლები ექვემდებარება. რეგულაცია 6000-ზე მეტი დასახელების წამალზე გავრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში მონიტორინგს აწარმოებს და ამ ეტაპზე პაციენტთა განსაკუთრებული ნაკადი ან შეფერხებები არ შეინიშნება. ამ დილის მონაცემებით გვაქვს 37 პოლიკლინიკის მონაცემები თბილისიდან და რამოდენიმე ათეული რეგიონებიდან. არსად არ არის განსაკუთრებულად დიდი პაციენტების ნაკადი, პაციენტების რაოდენობა იგივე არის, რაც იყო დაუშვათ წინა ორშაბათს და იმის წინა ორშაბათს. იყო 1-2 შემთხვევა, თუ არ ვცდები, როდესაც პაციენტი ვერ ერკვეოდა დაუშვათ სიტუაციაში რეცეპტამემართებაში, ჩვენი მონიტორები იქ იმყოფებიან სწორედ ამიტომ, რომ აუხსნან ეს ყველაფერი.